მე ვიღებ გამოწვევას და ვერთვები გადამწყვეტ ბრძოლაში თბილისის გადასარჩენად და მე ვიქნები გაბრაზებული თბილისელების მერი. ეს ქალაქი პანჯის სივრციდან უნდა გავიდეს. მე ვიქნები დამოუკიდებელი მერი, დამოუკიდებელი პარტიული გავლენისგან და დამოუკიდებელი ხელისუფლების გავლენისგან. მე ვარ სამი თაობა ვაკელი და ყველაზე კარგად ვიცნობ რა პრობლემებია ვაკეში. ჩემი მთავარი სათქმელია ის, რომ ვიცი რა რთულია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხალხთან ერთად მზად ვარ ვუპატრონო თბილისს. ჩვენ ყველა მთელი გუნდი ვართ თბილისის ჯარისკაცები. ჩვენ ყველა მთელი გუნდი ვართ თქვენი ჯარისკაცები. ახალგაზრდების მომავლისთვის მებრძოლი ჯარისკაცები. შევამცირებ თუ არა თბილისის მერიაში თანამშრომლების რაოდენობას? არა, პირველ ეტაპზე არ ვაპირებ. იქ მუშაობენ წესიერი და ღირსეული ადამიანები. მათ უბრალოდ ჭირდება სწორი ხელმძღვანელობა. მერიის ბიუჯეტიდან მოქალაქეებს პენსიაზე დავუმატებ 57 ლარს და 65 თეთრს. ხოლო სოციალურად გაჭირვებულებს დანამატს გავუძდი 347 ლარ და 75 თეთრამდე. მე ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხებ თბილისში ურბანულ ბრაკონიერებასა და სივრცით მომხოჭელობას. თბილისის მერიამ უნდა გამოისყიდოს იპოდრომის ტერიტორია და იქ უნდა გაკეთდეს ისეთივე პარკი თბილისის მაცხოვრებლებისთვის, როგორიც არის ნიუ-იორკში ცენტრალ პარკი. თბილისი უნდა გიყვარდეს, თბილისი უნდა გტკიოდეს. ეს არის თითოეული აქ მაცხოვრებელი ადამიანის შემადგენელი ნაწილი. თუ როგორც სხეულის ნაწილს, ისე ვერ გრძნობ თბილისს, ესე იგი არ ხარ თბილისელი. ეს არის ჩემთვის ერთადერთი შეფასების კრიტერიუმი. თბილისის სიყვარული, თბილისზე ამაგი არის ჩემთვის თბილისელობის საზომი. ვინმე დაითვალა, რამდენი სიობა ვთქვი. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დღეს არსებული პარტიების ლოზუნგები და დაპირებები. და ეს პარტიები ჯამში შემოდგომაზე ოქტომბერში არჩევნების შემდეგ აიღებენ ალბათ ხმების 90-95%, რაც ჯამში არის სადღაც დაახლოებით 1,5 მილიონი ადამიანის ხმა. და მაშინ, როდესაც გირჩი, რომელიც იბრძვის მეტი თავისუფლებისთვის, იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანებს აღარ იჭერდა ნარკოტიკების მოხმარებისთვის, იბრძვის იმისთვის, რომ ახალგაზრდებს სახელმწიფო მონება და რასხავდეს ყოველ წელს და არ აგარბინებდეს ცხოვრების ერთ წელს, იბრძვის იმისთვის, რომ შემცირდეს ამ ქვეყანაში ეს გაზულუქებული გაბერული ბიუროკრატია და გაჭირვებული ადამიანების გადასახადები არ იფლანგებოდეს 1000 სისულელეში და იბრძვის კიდევ ბევრი მიმართულებით და მათ შორის კონკრეტული შედეგებიც აქვს დადებული ამ ბოლო წინახების განმავლობაში. დღეს ცდილობს, რომ რამენერად შეაგროვოს 25,000 ხელმოწერა იმისაც, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. მე შევფუთავ კორპუსებს ფოსაიზოლაციო საშუალებებით, რის შედეგადაც მოქალაქეები დენში და გაზში გადაიხდიან 30%-ით ნაკლებ თანხას. 2 წელიწადში გლდანში შევფუთავ 300 კორპუსს. ჩემი კარგი